ოლიგარქის პრეზიდენტმა მოქალაქეების წამების გამო ამერიკის მიერ სანქცირებულ გომელაურს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. მაგნიცკის სიაში შეყვანის შემდეგ ეს რეჟიმის მიერ გადადგმული კიდევ ერთი დემონსტრაციული ნაბიჯია. მანამდე ოლიგარქმა გომელაურს ვიცე-პრემიერიც დაარქვა. გიორგი კუჟინაძემ მოისმინა შეფასებები თემაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ოლიგარქი ივანიშვილის საჩუქარი სანქცირებულ ვახტანგ გომელაურს სწორედ ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, როდესაც ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ვახტანგ გომელაურს ახალი წოდება მიანიჭა და ეს არის გენერალ-პოლკოვნიკის უმაღლესი სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნული სცენარი ძალიან გავს რუსულ სცენარს, რადგანაც როდესაც რუსეთში დაიწყო მაღალჩინოსნებისა და პუტინის მსახურების დასანქცირება, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროპის ქვეყნებამ, ასე ხდებოდა იქაც პუტინი მათ აჯილდოვებდა, მათ შორის ღირსების ორდენით და ასევე უწევდა სტატუსაც კი წოდებებით. სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ვახტანგ გომელაური, რომელიც დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ის შეყვანილია მაგნიცკის სიაში და ეს არის საკმაოდ მძიმე სანქციები, ის მოხდა ტერორისტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დასანქცირებული პირების სიაში და გომელაური, როგორც უკვე იცით, წოდება მიანიჭა, ახალი წოდება მიანიჭა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რუსული სცენარით მიმდინარეობს და რასაც ეტყვიან მოსკოვიდან ოლიგარქის პარტიას, იმას აკეთებენ სწორედ იმისათვის, რომ გამოაჩინოს საზოგადოებაში ისე, რომ თითქოს საერთოდ არ ანაღლებთ ეს სანქციები და არაფერს ნიშნავს მათთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები. არადა ეს არის საპირისპიროდ, ეს არის საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა, თითქოს და ყველაფერი კარგად არის ოლიგარქის პარტიაში. რუსული რეჟიმი აბსოლუტურად იმართება დღეს მოსკოვიდან, ისინი იღებენ ინსტრუქციას რუსეთიდან როგორ უნდა იმოქმედონ, როდესაც ხდება სანქცირება რეჟიმის წარმომადგენლების. ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთში პასუხი მუდამ არის სანქცირებაზე ის, რომ ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით ღირებულია მათთვის დასავლეთის მიერ ყველა სანქცირებული პირი. ამ შემთხვევაშიც დე-ფაქტო არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ დამატებითი, ასე ვთქვათ, რაღაცა წოდებების მინიჭება სანქცირებული გომელაურისთვის ეს არის განაცხადი, რომ დიახ, მათთვის დასავლეთის მიერ სანქცირებული პირები განსაკუთრებით ძვირფასი არიან, როგორც ეს ხდება რუსეთში. უვიცი, უდიპლომო რუსი ყაველაშვილის მხრიდან ორდენი ზუსტად ეკუთვნის რუს მოძალადე სანქცირებულ გომელაურს. მთავარი ორდენი და განაჩენი იქნება და არის ქართველი ხალხის, რომელსაც მას საპატიოდ დაკიდებენ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. ჩვენ ვესაუბრეთ უფლებადამცველებსაც, რომლებიც აფასებენ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას სანქცირებული გომელაურის მისამართით. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები, მათ შორის ოლიგარქის პარტია ინტერესდებოდეს სისტემურ დანაშაულებზე, როგორიც არის პოლიციელების მხრიდან და სპეცდანიშნულების მხრიდან მასშტაბური ძალადობა მოქალაქეების მისამართით, რომელზეც პასუხისმგებლობას სრულიად აკისრებენ ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. ისინი პირიქით აჯილდოვებენ ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა მინისტრს და უმაღლებენ წოდებას. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, ის საქმეები, რომელიც თაროზეა შემოდებული სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, მყისიერად უნდა იქნას გამოძიებული და ვახტანგ გომელაური არათუ დაჯილდოებული, არამედ საპატიმრო დაწესებულებაში უნდა იყოს. ერთგვარი პარადოქსია, რომ ხდება იმ ადამიანის ერთგვარი დაჯილდოება, რომელიც არის სწორედ სანქცირებულთა სიაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო და ნაცვლად იმისა, რომ ქართული ოცნება ინტერესდებოდეს იმ დანაშაულების სისტემური გამოძიებით, რომელზე პასუხისმგებლობაც აქვს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრს, ხდება ფაქტობრივად ამ ადამიანის წახალისება
გახდა სპეციალური წოდების მინიჭება. Რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება საერთოდ არ არის დაინტერესებული იმ სისტემური გადაცდომების გამოძიებით და ამის საპირისპიროდ ცდილობს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ წამებასა თუ არა ადამიანურ მოპყრობაზე, სპეციალური წოდებებითა თუ ჯილდოებით წაახალისოს. ინფორმაცია გომელაურის წოდების, ახალი წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით ფორმულას მიაწოდეს, ასევე ჩვენ მოგვაწოდეს დოკუმენტი განკარგულება ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის, სადაც ნათლად ჩანს, რომ ყაველაშვილმა გენერალ პოლკოვნიკის უმაღლესი სპეციალობის წოდება მიანიჭა ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა მინისტრს. აქვე საინტერესოა ის, რომ ეს დოკუმენტი არ არის საჯარო, ეს დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა არც პრეზიდენტის ვებგვერდზე და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, თუმცა ფორმულა მოიპოვა აღნიშნული დოკუმენტი და საინტერესოა ისიც, რომ მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად დასვა, საერთოდ არ გამოჩენილა მიხეილ ყაველაშვილი და ის ისე იღებს განკარგულებებს და ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ საზოგადოებასთან ესე ღიად და საჯაროთაც კი არ ჩდება. რაც შეეხება ამ განკარგულებას, როგორც უკვე გითხარით, ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა გენერალ პოლკოვნიკის უმაღლესი სპეციალობის წოდება მიანიჭა ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და ვახტანგ გომელაური კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე კვირის წინ დაასანქცია და ის მაგნიტსკის სიაში შეიყვანა ტერორისტების გვერდით, როდესაც მან დაარღვია ადამიანის უფლებები და ჩვენს მოქალაქეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე სასტიკად ძალადობდნენ სწორედ ვახტანგ გომელაურს დაქვემდებარებული სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, როდესაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს.